გამარჯობა, გურუ. დღეს მე აგიხსნით ტექნიკურ და ფუნდამენტურ ინდიკატორებს, რომლებსაც ვიყენებ იმისთვის, რომ ვიმსჯელო, როდის შეიძლება იყოს მიმზიდველი აქტივის შესაძენად ან შესამცირებლად. ტექნიკური მხრივ მე ძირითადად ყურადღებას ვამახვილებ ყოველკვირეულ სტოქასტურზე და ვერსეზე, შეკუმშვის იმპულსით, როგორც დამატებითი დადასტურება. საფუძვლებისთვის მე განვიხილავ შემოსავალს, წმინდა შემოსავალს და ფასისა და მოგების თანაფარდობას. არც ერთი ინდიკატორი არ არის სრულყოფილი, ამიტომ ისინი უნდა განიხილებოდეს რისკის მართვასთან ერთად. მაგალითად, ბიტკოინის გამოყენებით, ყოველკვირეულ სტოქასტიკას შეუძლია ხაზი გაუსვას უკიდურესობებს. ზედა წერტილოვანი ზონის ზემოთ წაკითხვები მიუთითებს ზედმეტად შეძენილ პირობებზე და ხშირად ჩნდებოდა ადგილობრივ მწვერვალებთან, მათ შორის $126,000-იან სვლაზე. ქვედა ზონის ქვემოთ მაჩვენებლები მიუთითებს გაყიდვის პირობებზე და ხშირად ჩნდება პოტენციური შესყიდვის შესაძლებლობებთან. ყოველკვირეული ვერსი უზრუნველყოფს ანალოგიური იმპულსის ხედვას და დაგეხმარებათ დაადასტუროთ, მაგრამ არა გარანტირებული შებრუნება. Which is a similar pattern to what you just saw on the stochastic, and this will apply to stocks as well. So let's do the same thing on Google or on Apple. We can do the same technical indicator on the weekly and you'll see a very similar pattern. So here on the იგივე მიდგომა შეიძლება გამოყენებულ იქნას Apple-ზე. რამდენიმე ზედმეტად შეძენილი ყოველკვირეული სტოქასტური წაკითხვა მოხდა ადგილობრივ მწვერვალებთან ახლოს, რასაც მოჰყვა უკან დახევა. უახლეს მაგალითს წინ უძღო და დაახლოებით 12%-იანი კლება. ზედმეტად გაყიდული მაჩვენებლები მნიშვნელოვან დაბალ ნიშნულებთან ახლოს გამოჩნდა, მათ შორის 2025 წლის ბოლოში. ამის შემდეგ ვერსე შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მეორე ტექნიკური შემოწმება, ვიდრე მხოლოდ სტოქასტურზე დაყრდნობით. So you see that's the main indicator on the technicals, and then you can use RSI and then add more to the indicators. The next one on the fundamentals is, so how do you know when a stock is ready to be buying or ready to sell? And on the fundamentals, which is the financial aspects of the company. ფუნდამენტური ანალიზი სვამს კითხვას, ამართლებს თუ არა ბიზნესი მის შეფასებას. Apple-ის ფასი მოგების კოეფიციენტი არის დაახლოებით 36. საკმაოდ აღემატება საცნობარო დონეს დაახლოებით 20, რომელიც მე მირჩევნია სექსუალურ კომპანიებს. ამავდროულად, Apple გამოიმუშავებს $100 მილიარდი წლიურ შემოსავალს და მნიშვნელოვან მოგებას. შემოსავალი და შემოსავალი, როგორც წესი, გაიზარდა 5 წლიანი თვალსაზრისით, თუმცა ზრდის ტემპი განსაკუთრებით სწრაფი არ არის. You can see here their revenues in the hundreds of billions and their profit is growing, and it's growing each year. It's not massive growth, but it's still growth. That's the main thing I'm also looking at on the fundamentals. Let's do it again on Nvidia. So Nvidia on the technicals, the weekly is oversold. Nvidia შეიძლება შეფასდეს იმავე გზით. ყოველკვირეული სტოქასტური გვიჩვენებს, თუ სად იყო აქციების ზედმეტად შესყიდვა ადგილობრივ მწვერვალებთან და გადაჭარბებული გაყიდვა პოტენციურ შენატანებთან ახლოს. მისი ფასი მოგების თანაფარდობა არის დაახლოებით 34, ასევე 20 ჯერ აღემატება მითითებას. თუმცა ფინანსური სქემა გვიჩვენებს განსაკუთრებულ გაფართოებას. წლიური შემოსავალი გაიზარდა დაახლოებით $27 მილიარდიდან $130 მილიარდზე მეტზე ნაჩვენები პერიოდის განმავლობაში, ხოლო წმინდა შემოსავალი მკვეთრად გაიზარდა. შესაბამისად, შეფასება და ბიზნესის ზრდა ერთად უნდა იყოს შეფასებული. ეს არის ორი ფენა, რომელსაც მე ვიყენებ. ყოველკვირეული იმპულსის ინდიკატორები დროისთვის და კომპანიის საფუძვლები ღირებულებისა და ხარისხისთვის. მე ამჟამად ვაწარმოებ ბიტკოინით გარიგებას $65,000-თან ახლოს, მას შემდეგ, რაც ბაზარი ადრე 126,000 პიკს უახლოვდებოდა. ქვემოთ მოყვანილი ბმულები მოიცავს საგანმანათლებლო კურსებს და სავაჭრო თემებს. ეს ჩემი მეთოდებია და არა ფინანსური რჩევები. საოცარი დღე გქონდეთ და ხვალ გნახავ. Have an amazing day and I'll see you all again tomorrow.